უნდა ვკითხო მას 4-ის შესახებ. ეს არის თარიღი, როგორც ჩანს, რომელმაც ყველაზე მეტად შეაშინა ივანიშვილი. ლევან ხაბეიშვილი დატოვა არა მარტო პატიმრობაში, არამედ მას ლაპარაკი ახლობლებთან შეხვედრა წერილების გამოგზავნაც კი აუგზავნა. კი, მოგესალმებით, მივესალმები ქართველ ხალხს. კი, ყველაფერი ეს ლევანთან დაკავშირებით, ლევანს ეს თავს გადახდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამასობაში ლევანმა შეუსრულა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს და ეხლა დინებოდ წერილის მოწერა აუგზავნონ და რაც უნდა იცქნან დარჩა ძალიან ცოტა დრო იქამდე სანამ ჩვენ ლევანის თავისუფლებას ვიხილავთ და ძალიან ბევრი პოლიტიკოსის რომლებიც ფაქტიურად ამ პოლიტიკურ ციხეში არიან განთავსებულები ამ დიდი ხანია ასევე ბავშვების გოგოების ბიჭების რომლებიც ივანიშვილმა შეყარა ციხეებში რომ ჩვენ რაღაცნაირად შევგუებოდით, შევშინებოდა ქართულ ხალხს გულისხმობს ხალხი, მაგრამ ესე არ მოხდა. ქართველმა ხალხმა შეიმუშავა არაჩვეულებრივი გეგმა, არაჩვეულებრივი განწყობა და აი დაითქვა აგერ თარიღი, როდესაც ყველაფერი იმაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება საქართველოში, პასუხს გასცემენ ივანიშვილს და მის ვიწრო ჯგუფს, ეს ვიწრო ჯგუფია, მაინც რაც არ უნდა ადამიანებმა გააიგივონ ივანიშვილთან ვიღაც ჩვეულებრივი პოლიციელი, ჩვეულებრივი საჯარო მოხელე, რიგითი, საშუალო რგოლის, ეს არის აბსოლუტურად ვსტარი მოსაზრება. ივანიშვილის გვერდით განა მხოლოდ მისი მულტიმილიონერი დეპუტატები, მილიონერი მინისტრები და რამდენიმე ასეული მაღალჩინოსანი ძალოვანი. ამის იქით ჩვეულებრივი საქართველოა. აი ამ წრის იქით არის ჩვეულებრივი დაბალხელფასიანი, დაბალბიუჯეტური. როგორ გითხრათ რა, უბრალო საქართველო და უბრალო საქართველო არის ერთნაირი. გნებავთ ეს ტაქსის მძღოლი იყოს, გნებავთ ეს იყოს რიგითი თანამშრომელი, რომელიღაც სამინისტროში, გნებავთ ეს იყოს ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც რაღაცნაირად ეს არის დაახლოებით ერთი შემოსავლის მქონე საქართველო, რომელიც ერთი და იგივე ქსელურ მარკეტში მიდის, რაღაცას გადაიხდის, კომუნალურს გადაიხდის, კრედიტს გადაიხდის იმ ვალდებულებებს, სამომხმარებლო სესხს და ბოლოს მორჩენილი რამდენიმე ასეული ლარით ცდილობს მთელი თვის განმავლობაში გამოკვებოთ საკუთარი ოჯახი. ეს არის ჩვეულებრივი საქართველო, რომელიც არის ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ეზიზღება ოლიგარქია და რომელიც რეაგირებს საშინლად იმ ფაქტებზე, რაც თქვენ დაასახელეთ, როდესაც არის ეს არ არის კორუფცია. ეს არ არის კორუფცია, ეს არის ძარცვა, გლეჯვა. კორუფცია ჩვენ გვინახავს და 30 წელია ეს ქვეყანა არსებობს, საბჭოთა პერიოდიც ვიცით, კორუფცია იყო, როდესაც მინისტრი იძულებული იყო თავისი კლასელის ვიღაც მამიდაშვილის ბიძაშვილზე გახსნილ კომპანიაში რაღაცა თუნდაც 1.200.000 ისე მოეთავსებია რომ მე იქიდან ნაწილი წამოეღო რაღაცა სხვაზე გადაიფორმებია ქონება სხვაზე ეს იყო სქემატური მიდგომა და ამას იძიებდი ამას რეაგირებდი მაგრამ ეს კორუფცია ხო არ არის კაცო როგორ შეიძლება კორუფცია უწოდოს და პირდაპირ 600 მილიონი 700 მილიონი პირდაპირ ცოლის ძმას, მამას, ბიძაშვილს, პირდაპირ ცოლს, ან პირდაპირ ტომრებში ხალხო 700 მილიონი არის 10 ტონა $100 კუპიურებით. 10 ტონა ფული თურმე ვიღაცამ რაგვარი ეს კოტორაშვილმა მოახერხა რომ ხო ნახეთ ახლა იმ მამამისი მათი საცხოვრებელი პირობები რა თქმა უნდა სისულელია ცხადია ეს არის გაკეთებული უმაღლესი თანამდებობის პირების ერთობლივი მოქმედებით. ვერც ერთი ცალკე აღებული მინისტრი. რატომ სხვადასხვა უწყების თანამშრომლობა? რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, ამხელა ნაკადი არ მოხვედრილი იყო ცალკე აღებული ფინანსის სამინისტროს თვალსაჩინოში, ცალკე აღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტრო. ანუ ამა ეს დაორგანიზა იმან, ვის ამათი ყველას ხელმძღვანელია. ან როგორც მინიმუმ 3-4 მინისტრი შეიკრიბა, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ იქ არის მათი მთავარი ხელმძღვანელი. რაც ასევე გულისხმობს ალბათ იმას, რომ ეს კაცი არ იქნებოდა გამონაკლისი სქემა და ასეთი სქემები ალბათ ბევრი იყო ეს. ეხლაც არის ასეთი სქემები და ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ვიცით ასეთი სქემები ეხლაც მუშაობს და არიან კონკრეტული თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, რომლებზეც კონკრეტული ინფორმაცია ამას თანდათანობით ჩვენ მივაწოდეთ საზოგადოებას ისე რაც ყველაფერი სახეზეა. ამისეშინია ბატონო მურთაზ ივანიშვილს. აი ძალიან აქ რეაგირებდა რეჟიმი ბოლოს ლევან ხაბეიშვილის ხელში არსებულ ინფორმაციაზე. პირდაპირადებდა ხელს ყოფილ თანაგუნდელებს, ოღონდ სიტყვა კორუმპირებულს უსვამდა ხაზს. ისინი არიან ხაზზე ხაბეიშვილთანო. რაღაცნაირად მისი ასე მოტაცება ფორმულას ეზოდან მე აბსურდული ბრალის წაყენება და ახლა პირზე კლიტეს დადების მცდელობა. აი რაღაცნაირად ამ შიშს აღვივებს თუ არა
ამ შიშსა ეს შიში გამოაქვს თუ არა სააშკაროზე რომ ყველაზე მეტად ივანიშვილს ეშინია ყოფილი თანაგუნდელების ვისაც მასზეც აქვს ინფორმაცია ეს ასეა ჩემი აზრით ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ქართული ხალხის. ივანიშვილი ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართული ხალხის რეაქციის ამ ინფორმაციაზე რომელიც მის ყოფილ თანაგუნდელს ქართული ხალხის რეაქცია არის 4 ოქტომბერი. ცალკე აღებული ვერც ერთი პოლიტიკოსია, პოლიტიკოსთა ჯგუფი ან 5-6, რა ვიცი, თუნდაც გამბედავი ადამიანი ვერ განსაზღვრავს და ვერ დაადგენს გენერალურ თარიღს. ეს თარიღი დაადგინა ქართულმა ხალხმა. ლევან ხაბეიშვილმა ჩამოხარდა ფარდა, გნებავთ ნიღაბი დაარქვით იმას რაც ხდებოდა ქართულ ოცნებაში. ივანიშვილი რო საკუთარ თანაგუნდელების ჭამასაც შეუდგა. ამაზე მან დაიწყო პირველად საუბარი. ჩვენ ყველამ რაღაცა შევხედეთ, აბა როგორ ახდება, რაღაც თანდათანობით დავით ყურადღება მივაპყარით, კაი რაღაცა და ეს შესრულდა, ის როლეს დაიჭირეს, ეს ყველაფერი რაღაცა კალეიდოსკოპული. ეს იყო კიბეებზე დაგორებული ოცნების ეს ორგანიზმი, რომელიც იმსხრება, ხვდებით იქ ვიღაცა იქ გავარდა ვიჟვაძეების, იქ გავარდა გომელაური, აქეთ მე ღარიბაშვილს დაუწყეს ღია ძაგება, მისი ხალხის დაპატიმრება და ჩვენ თვალწინ ჩამოგორდა ეს თვითქოს რაღაცა მონოლითური რაღაც ინსტიტუტი, რაღაცა ორგანიზმი, რომელიც დაიშალა და ეხლა აგდია აგერ ჭირისუფლებივით, ჭირისუფლად ვერ მიდიან ერთმანეთთან, გესმით თქვენ, კატასტროფა იმაშია, რომ ერთმანეთთან ესე მიდგომაც, რომ ლევანი რო დაიჭირეს, მისი მეგობარი ირაკლი ნადირაძე მოვიდა, მე ვარ ვაჟკაცი კაცი, ჩემი ძმაკაცი დაიჭირეს უსამართლოდ, მე დავდგები და აწია ეს დროშა და დგას ეს ბიჭი უტევს და იქით ვერ გავიგე, არც მაგას არაფერი არ არის, თუ რა ხდება. დაიჭირეს ის პირველი ის მინისტრის მოადგილე, მარტო ეულად რაღაცა მე და мама ორი კინკილა ადამიანი. დააპატიმრეს ჯუან შერბურჭულაძე 2-3 ადამიანი, რაღაცა ვიჟვაძესთან ღარიბაშვილი იყო მისული საავადმყოფოში, იყო ერთადერთი ვინც მესმის ნუ კარგით 3-4 ადამიანი გამიშველობა აქ ეხლა თანადგომა არ გამოცხივდებულა იქიდან ერთმანეთის არ იმიტომ რომ არის სრულიად გაოგნებული დაშოკილი ბირთვი, სწორედ ის ბირთვი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, რომ ეს არიან ეს მულტიმილიონერთა და მილიონერთა რაღაც წრე, რომელიც ივანიშვილს მიაჩნია საკუთარ წრედ, მაგრამ როგორც რომ გვაჩვენა, ყოველი მეორე ამ ადამიანებიდან მტრად იქნა გამოცხადებული კვლავ მის მიერ. ამიტომ რა თქმა უნდა, ვინ გამორიცხავს იმას, რომ მათი ზოგიერთი ნაწილი ეძებს კონტაქტებს, ეძებს გადარჩენის საშუალებას, ეძებს მისასვლელებს ქართულ ხალხთან და ეს ქართველი ხალხი რაღაცა ესე ხო არ არის კონკრეტული ეს ასეთი რაღაც ხო არ არის, არა, არიან ადამიანები, ვინც გამოხატავენ ქართველი ხალხის მოსაზრებებს, დაკვეთებს და მათთან კომუნიკაციაში შესვლა ეს ბუნებრივი პროცესია. იმიტომ რომ ვითქოს მეტს გავიგებთ ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ 4-მდეც გავიგებთ 4-ის მერე ხო ისეთ რაღაცებს გავიგებთ რაც ნუ არ ვიცი ახლა ამაზე წინასწარ საუბარი ნამდვილად ალბათ ყველას აინტერესებს უკვე ბოლომდე სკივრის ბოლომდე ჩაიხედოს ქართული ოცნების შიდა აი ამ მანკიერ ამ კორუმპირებულ და გამოპა სისტემაში ყველას მე გარწმუნებ თქვენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების უახლოეს ნათესავებსაც აინტერესებთ როდის ახდის ქართული ხალხი ამ სკივრს და ჩაიხედავს შიგნით ჩაანათებს აი ეს პროჟექტორით ჩაანათებს შიგნით და დაინახავს ვინ რა მოიპარა ვინ რა ქნა ვინ ვის ესროლა ვინ ვის უღალატა ეს ამბავი მოხდება გარდაუვალია 4 ოქტომბერი არის ამის თარიღი მე გარწმუნებ თამაში ქართული ხალხი შეითქვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ყველა მიცის რომ თავი უნდა მიიტანოს 4 ოქტომბრამდე. ყველამ საქართველოს ყველა სამზარეულოში, ყველა კოლექტივში, კერძო სექტორი იქნება ეს თუ თუნდაც იგივე სახელმწიფო სექტორში ყველგან განიხილება ეს. როგორ მივდივართ, აბა ვინ საიდან დგება, ვინ რას ვაკეთებთ, რა შვებით, რო ხო გავამაგრებთ ერთმანეთს, როგორი ამინდია უბრალოდ ნახეთ რა ამას წინათ თხოვე მე კონკრეტული ის ქონდა რა, ანუ ყავს მეგობარი, რომელიც ერკვევა ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს. რას ეძებს ქართველი ყველაზე მეტად დღეს, ანუ რა არის Google-ის აზიები. ეს არის ამინდი 4 ოქტომბერს. წინვალე ამინდია, მინდა გითხრათ. გასაგებია. ბატონო მურთაზ, აქვე ვიკითხავ, თქვენ კონტაქტი არ ქონიათ ლევან ხაბეიშვილთან მისი დაკავების შემდგომ. არ გინახავთ, ბუნებრივია ეს. საერთოდ გაუგებარი იყო თქვენი დაკავების მიზანსცენა, იქ საერთოდ არავინ არ ელოდა მოვლენათ ასეთ განვითარებას, მაგრამ ნუ ხო რაღაცნაირი აი დღე მინდა გავიხსენო ტოვებდა თუ არა შტაბ-ჭრილებას რომ გზადაგზა ფიქრობდნენ ისინი და რაღაცნაირად ლევანის დაკავებაც დაუგეგმავი იმ წუთის გადაწყვეტილი ამბავი იყო რომ ორი ერთმანეთსაც კი ბატონო ეს იყო პანიკა რამ გამოიწვია ეს პანიკა მათ რიგებში როგორ ჩანს იმ დილით ეს იყო 11 სექტემბერი 11 სექტემბრის რაღაც დაახლოებით
განსხვავებით ნაშვადღებს ივანიშვილმა გააცნობიერა, რომ ქართველი ხალხი შეიკრიბა, დაიგეგმა, დაირაზმა მშვიდობიანი ცვლილებების შემოდგომასთან დაკავშირებით. არ ვიცი ეს მას ანალიტიკოსებმა უთხრეს, ამე კვლევა მე არ გამორიცხავ, შეიძლება რამე კვლევაც იყო. მან დაინახა იმ 11-ში ნაშვადღებს, რომ მოდის მშვიდობიანი რევოლუცია. და ამ პანიკაში ჩავარდნილმა, იმიტომ რომ მართლაც ეგრე იყო. ეს სუსის და სხვა დანაყოფებმა დააპატიმრეს ლევანი და ნახევარი საათის 20 წუთის შემდგომ აქ რიმბოლი მოვარდა, როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან და ამ შენობაში თუ ფოიეში ეძებდნენ ისევ კვლავ დაპატიმრებულ ლევანს. იმიტომ რომ ეს იყო ეს, რომ იმას ყველა ჩამოურეკა მოდის, აბა რა შეგვისრულა ამ კაცმა სასწრაფოდ, მაგრამ მოხდა ეს მოსახდენი უკვე და ეხლა უკვე სადაც არ გაივლით, სადაც არ ნახავთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გნებავთ, სადაც არ უნდა დადგეთ, აი უბრალოდ ცოტა დუმილით, ყველგან გაიგონეთ, როგორ გჯელობს ქართველი ხალხი, რა შვებით, როგორ შვებით, რას ვაკეთებთ და რა ვიცი, ეს ამბავი ასეთია უკვე. ჩამოყალიბა მას არაფერი არ შველის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სეგმენტში არიან ვიღაცები სხვანაირი მოსაზრებით, ვიღაცა ამ მოსაზრებით, მაგრამ ეს არის წმენის საკითხი. აბსოლუტურად ყველა მოვა ამ აქციაზე და ეს აქცია არ არის ეს ოღონდ რა, ეს იმიტომ რომ იცით რატომ რაღაცნაირად ეს აქცია უცნაური ვითარება შეიქმნა საქართველოში იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ სიტყვა მიტინგი და აქციაც კი დისკრედიტირდა მას შემდეგ, რაც იყო ასობით აქცია და მიტინგი და ეს არ გადაიზარდა კონკრეტულ ცხადად ფორმულირებულ მოთხოვნაში. წავიდეს ივანიშვილი. რადგან ეს ეხლა მოხდა, ეს ეხლა არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა. ეს არის საქმე, მოთხოვნა, რომელზეც იკრიბება ქართველი ერი რუსთაველის გამზირზე, რომელზეც მე დარწმუნებული ვარ, მთელი რეგიონები აქ ჩამოვლენ, იმიტომ რომ თბილისი არის მთავარი მეტროში ამ ამბის და რეგიონები ყოველთვის გრძნობდნენ თბილისის განწყობას და იდგნენ მის გვერდით. ეს იყო ყოველთვის საქართველოში ასე. ამ 33 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში და 80-იან წლებშიც და 70-იან წლებშიც. ეს ასეთი მოცემულობა, ასეთი სტატიკაა. თბილისს არ უნდა ივანიშვილი და ეს გადაყალბებულ, საშინელ, გადაწერილ არჩევნებშიც კი ცხვირში მოძდო ივანიშვილს. და რეგიონებმა ირწმუნეს, რომ ეს ასე არის ნამდვილად და მე ზუსტად ვიცი განწყობა რეგიონებს უყვართ თბილისის ხარდაჭერა, თბილისის გვერდით დგომა. შეგრძნება იმისა, რომ ვიმარჯვებთ გვერდით ვდგავართ, ვამაგრებთ ერთმანეთს და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონებში აბსოლუტურად იგივე ვითარებაა და ძალიან ბევრი ადამიანი კონტაქტზეც არის, გამოდის, ელაპარაკებიან ერთმანეთს, ჩვენ გველაპარაკებიან, რომ იმას ავტომობილი ყავს, მეორეს შეუძლია ამ ავტომობილში საწვავი ჩაასხას, მესამე, მეოთხე, მეხუთე ამ ავტომობილში განთავსდება, იმიტომ არა იმას არც ის, მაგრამ არის აგერ ერთობა და ეს ხალხი დაიძრება და ყველა ჩამოვა თბილისში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საზეიმო, ძალიან განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის. რა რჩება ივანიშვილს ხელში, რამდენად ელით პროვოკაციებს ამ დღეს და თქვენ ახსენეთ, რომ აქცია დისკრედიტირდა, შედეგი რომ არ მოაქვს იმ თვალსაზრისით, ხომ? ამას გულისხმობთ. არა, რა თქმა უნდა, ეს რატომ არის 4 განსხვავებული შედეგობრივი თვალსაზრისით? დიახ, იმიტომ რომ ეს მოთხოვნებია, მაგრამ მე ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ არავინ არ ჩათვალოს, რომ ვიღაც აკნინებს ან რაღაცა ცუდადან ისე მოიხსენიებს იმ ერთწლიან უწყვეტ პროტესტს. ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი არის სწორედ მშობელი აი ამ თარიღის. 4 ოქტომბერი არის აი ამ ერთწლიანი უწყვეტი ბრძოლის ღვიძლის შვილი. და უბრალოდ მე არ მეგულება საქართველოში მშობელი, რომელიც ვინმეს ჩააქოლიებს ან აცემინებს რა ვიცი, რაღაც ცუდად მოპყრობის საშუალებას მისცემს საკუთარი შვილის. ამიტომ აი ეს არის პროცესი, სადაც იქნება ყველა, აბსოლუტურად ყველა, ვისაც უნდა ივანიშვილის გაშვება, ვისაც უნდა ივანიშვილი რომ ჩამოშორდეს ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს უმრავლესობას ეს უნდა და თვითონაც დარწმუნებულია ამაში. თვითონაც, რატო დაიჭირა ხაბეიშვილი? რატო შეიცვალა ეს ბატონო? დამარცხებაშია დარწმუნებული. დამარცხებაშია დარწმუნებული, აბა რაში, გამარჯვებას რო ასხივებდეს ივანიშვილი საკუთარ შექმნილ მონსტრებს რატო დაძდევს ფულთან დაკავშირებით გამწარებული რომ მომეცით მომიტანეთ მისი კაპიტალიზაციის ნახევარი დაყადაღდა რა ვიცი რაღაცნაირად გაუპრობლემდა დასავლეთში და შემოხედა ამ ხალხს მე ამათ ფული ვაშოვნიე მე ფულს კარგავ ესენი აქ ფულში რჩებიან და დააცხეს ერთმანეთს დააცხეს და ხალხი აღარ მორჩა ხო ხედავთ რა თვეები გადის აღარ დამთავრდა მე დარწმუნებული ვარ პირველ 2-3 ოქტომბერსაც ესენი ერთმანეთთან შერკინებით იქნებიან დაკავებული ქართველი ხალხი უფრო მარტივად და მშვიდობიანად გაისტუმრებს ამათ
ეს არის ის სცენარი, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ, ჩვენ ნებისმიერ აი გავიდეთ ქუჩაში და ვკითხოთ, გამოვკითხოთ ხალხი, მეგონი იყო თქვენთან გამოკითხვის შედეგები. დღეს აი ესე უყური მოვკარი რომ შემოვდიოდი სტუდიაში და ნუ ეს არის რა მოცემულობა, არაფერი ეხლა არ უნდა დავჩმორდეთ, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და რაც თავარია მამაკაცებო 4 ოქტომბერს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს თქვენი დედის, თქვენი მეუღლის, თქვენი ქალიშვილის ცემა, შეგინება, შეფურთხება. ეს არ უნდა მოხდეს და არც მოხდება. ამიტომ ეს არის დიდი პროცესი, სადაც ქალიც არის, მამაკაციც არის, ერიც, ბერიც, რა ვიცი, წითელი, შავი, ის პარტია, ეს პარტია, ყველა იქნება, არავინ ამას არ გამოტოვებს. უმნიშვნელოვანესი ამბავია. ყველა ამბობს, რომ მოდის შვიდებთან ერთად ამ აქციაზე. ყველა უსვამს ხას, რომ ეს არის მშვიდობიანი შეკრება. ეს არის დემონსტრაცია ყველას განმარტებით ქართველი ხალხის ხმის, რომ აი ივანიშვილს ისე უნება, რომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა. რამდენ დარჩა თვითონ ივანიშვილს რაციონალური რეაგირების უნარი შექმნილ ვითარებაზე, როცა მას უფრო და უფრო უჭირს შეზღუდული მხარდამჭერთა წრის იქ გადაყენებული ძალოვნების, გამოსული ხმების თაობაზე, რომ იქ ძალოვნები არც თუ ისე მყარად ერთგულები არიან უკანონო დავალებების. ამ ყველაფრის ფონზე რამდენად იქნება ეს რაციონალური აღქმებში თქვენი აზრით? მოდით ესე ვთქვათ, ახლა ივანიშვილი და ესე იგი ეს სისტემა, ანუ მოხელეები უნდა გავამჯნოთ ერთმანეთისგან. ივანიშვილი რამდენად რაციონალურია, ეს უნდა შევაფასოთ ალბათ იმის მიხედვით, თუ რას ვადევნებთ ჩვენ თვალს ბოლო წლების განმავლობაში, ის უკიდურესად კონფრონტაციაში შევიდა დასავლეთთან, ვერ იპოვა ვერც ერთი დასაყრდენი, სხვა გეოპოლიტიკური დასაყრდენი და არის ჩამოკიდებული რაღაცა ვიღაცებს ხვდებიან. ჩვეულები კერძო პირს ხვდება, ვიღაცა ინდივიდს ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრი და ამას გვთავაზობენ როგორც რაღაცა ოფიციალურს, რაღაცა კურსს და ასე შემდეგ. ანუ სრული ფიასკო ამ მიმართულებით, სრული ფიასკო შიგნით, სრული ფიასკო ცდილობაში რომ ოპოზიცია გაეხლიჩა, რაღაცა შეეთრია პარლამენტში, არც ერთი პარტიის დეპუტატი არ ზის საქართველოს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში და ეგრეთ წოდებულ პარლამენტად ის იმიტომ გადაიქცა, რომ იგზის მხოლოდ ქართული ოცნების მან დეპუტაცია და შესაბამისად ის არალეგიტიმურია. მან ვერ შეძლო 12 თუ 13 ოპოზიციური დეპუტატის შეთრევა თუ შეთყვება ამ პროცესში და ეს უკვე სხვაშორის ეს არასოდეს არ მოხდა საქართველოს ისტორიაში. ამიტომ ნუ რა ვიცი, ნუ დაუკარგავთ თავის ესე ვთქვათ გმირულ, რა ვიცი, შერკინებას თუ რაც არის პოზიციას. ამიტომ ყველა სეგმენტი ამაზე მეტყველებს. ახლა ივანიშვილი რასიზმს ბოლო მომენტში სად წასვლას არჩევს, ეხლა მე არ ვიცი, ვერ გეტყვით. თუ იქნება უფრო ადეკვატური, შეძლებს რომ ევროპაში ჩავიდეს ალბათ და მას აქვს ინფრასტრუქტურა, საფრანგეთში ყველამ ჩვენს ვიცით, თუ იქნა ნაკლებად ადეკვატური, შესაბამისად გარკვეული რაღაცეების უფლება თავის თავს მისცა, მაშინ იქაც ვერ ჩავა ის და ალბათ მოუწევს მოსკოვში წასვლა. ეს მისი არჩევანია. ყველას რაღაც მომენტში უდგება რაღაც გარკვეული არჩევანი, იქიდან გამომდინარე თუ რა უკეთებია. ივანიშვილი არ არის გამონაკლისი. მისი არჩევანის დროს დადგა და აგერ არის 4 ოქტომბერი. ბევრი კი არ არის დრო დარჩენილი. ქართულ ხალხს აქვს კონკრეტული ცხადი არჩევანი. დასავლეთისკენ კურსი, თავისუფალი საქართველო, დემოკრატიული საქართველო, მდიდარი საქართველო. ეს არის ქართველი ერის არ გაკეთებული, გაცხადებული არჩევანი, სხვა არასოდეს არ გამოუცხებებია. რატომ ჩათვალა ივანიშვილმა თვითონ პერსონალურად, რომ მას შეეძლო თავის დღის წესრიგი მოეხვია ქართველი ერისთვის და თქვა რომ არა, ჩვენ დასავლეთის წინააღმდეგი ვართ, ჩვენ უნდა გადავждეთ რაღაცა ზაპოროჟეთში, ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ ცივილ სამყაროს. რატო გადაწყვიტა, რა ვიცი, რის საფუძველზე გადაწყვიტა, მაგრამ გადაწყვიტა, რა ხან გადაწყვიტა, ეხლა ფასი უნდა არჩევანში ნაკლებად იყო ალბათ თავისუფალი, ასეც არის. ყველა თავისუფალია არჩევანში, რა, ეხოცებით. ეხლა ჩვენ კრემლისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას გულისხმობ შემთხვევაში ესეც არჩევანია, როცა მინდიხარ არჩევანის არ ქონამდე თუ ასე. იცით რა არის, საქართველოს მოსახლეობის 99% არის შეჭრებული ურესურსო ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანები ყოველდღიურად რაღაც არჩევანს აკეთებენ. ყოველთვის აკეთებენ სწორ არჩევანს. აქ ხوار დარბიან ქუჩაში თოფი დაიმით, რაფის აღაჩავდა. სწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ უბრალოდ არჩევანი თავის დროზე არჩევანი, რომელმაც ის მიიყვანა ამ ჩიხში არის ასეთი ვარაუდი, შეიძლება ეს არ არის ასე და თქვენ ხართ მართალი, კი
ბატონო იყოს მისი არჩევანი, მაგრამ თავისუფალია ის თუ ნაკლებად თავისუფალი ბოლო მომენტში როგორ ნაბიჯს გადადგამს ეს ნახავთ ამას ყველა ერთად. ამიტომ მინდა ვიკითხო ხუთი სტილის ამბავი თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს წარმოადგენთ, ვისაც ჯერა რომ 4-ში სრულდება ეს პროცესი? იმიტომ რომ ხალხი ამბობს რომ 4-ში ნაწილი ამბობს რომ ეს პროცესი იწყება 4-ში სრულდება 4-ში, ნაწილი ამბობს რომ თუ ეს იქნება 5-ში, 6-ში, 7-ში და იქნება განგრძობითი, ამან არ უნდა მოიტანოს რაღაცნაირი იმედგაცრუება. არა, იცით რა არის, მოდი ესე ანალოგიებით ამოვიდეთ, მაშინ მე ვარ კაცლებით ახალგაზრდა ვიყავი 2003 წელს. თარიღი რევოლუციის, ვარდების რევოლუციის თარიღი იყო, რაც კონკრეტული თარიღი, მაგრამ იქიდან რამდენიმე დღით ადრე. ზუსტად მახსოვს ეს რა, ზუსტად მახსოვს სად ვიყავი, იმ მომენტში ვისთან ერთად ვიყავი, გამოაცხადა, ის მართლა პოლიტიკოსი იყო, ოღონდ ამისგან განსხვავებით, მან გამოაცხადა, შევარდნაძემ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და იმ წამს, იმ წუთის განმავლობაში, ალბათ წუთნახევრიანი ეთერი ჰქონდა მას, როცა მან შევარდნაძემ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და იქ დასრულდა ხელისუფლება, გესმით? იმ წამს ხელისუფლება დასრულდა, ზუსტად ვიცოდით ყველა მიგსტომაი პოლიტიკოსის კი არა ჩვეულებრივი ადამიანი ახალგაზრდამ ძველგაზრდამ დამთავრებული იყო. ამიტომ 4-ში ეს ჩვენ ნამდვილად ზუსტად გვეცოდინება. ეხლა ფორმალურად მე რაღაცა თარიღი და თვითონავში იმაში რომელი რიცხვის დილით საღამოს სადღაც ჩაჯდება, ეს ეხლა ისეთი საკითხია, ხო, მაგრამ ის მოცემულობა რომ მისი ხელისუფლება დასრულებულია, ეს მოცემულობა 4-ში საღამოს ყველას გვექნება, ყველანი ვიქნებით ამით გაჯერებული, ამ შეგრძნებით. როგორც მე ვიყავი და უამრავი 100,000-ობით ქართველმა გავაცნობიერეთ ზუსტად, აი თარიღი არ მახსოვს მართლა შეიძლება იმის ნახვა, რამდენიმე დღით ადრე იყო თუ არ ვწდები, სანამ ის იტყვა და მე წავედი სახლში შევარდნაძეს გულისხმობ, ხო? მაგრამ ნუ ეხლა შევარდნაძეც ვეღარ შევადრით აქ ამას, მაგრამ პოლიტიკური გარემოებები აბსოლუტურად იდენტურია ყველასთვის. იდენტურია ყველასთვის და ყველას უწევს ერთგვაროვანი მოქმედება, მაშინ, როდესაც ეროვნული განწყობა მუშტით, როგორ გითხრა, იკვრება, ეს დიდი ძალა, რომელსაც ვერან ვერაულის, ასე ამოწყობილს. მან რჩება ორი არჩევანი, ან სახლში წასვლა, ან ვაბანკზე წასვლა. ირაკლი შაიშმელაშვილს ეწერა რამდენიმე დღის წინ თუ ნახეთ, რომ გადაადგილებები მზადდებაო ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, თავდაცვის მინისტრს გადაიყვანენ საგარეო საქმეთა მინისტრად, თავდაცვის მინისტრად გადაიყვანენ შინაგან საქმეთა მინისტრის კადრსო და ეს არის სტრატეგია და ვერსია თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უარს იტყვიან დარბევებზე, იქ რომ ჯარი ჩართონ საქმეშიო. აი ისეთი აბსურდი აი წარმოუდგენელი უნდა იცნობდეთ, ქართველი ჯარისკაცი არის ჩვეულებრივი საქართველოს საზოგადოების ორგანული ნაწილი, ერის ორგანული ნაწილი, რაც არის ჩვეულებრივი ქართველი, აგერ ვაჟა-ფშაველაძე რომ გადაადგილდება ჩვეულებრივი ქართველი, აბსოლუტურად იგი ქართველი არის ჯარისკაცი. არანაირი სხვაობა მანდ არ არის ცხადია და არასოდეს ქართველი ჯარისკაცი ხელს არ აწევს ქართველი წინააღმდეგ. ეხლა რაც შეეხება იმას გადაადგილებები მოხდება, ხალხო ეს რო იყოს ხელისუფლება, რომელიც თქვათ ეხლა 10 წელია ერთი და იგივე შემადგენლობით ჩაგრავს და რაღაც წნეხავს, ხალხო ეს არის ეს შემადგენლობა არის ის შემადგენლობა, რომელიც კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება ბოლო თვეების განმავლობაში. თვალს ვერ ვადევნებთ, ვერ ვიმახსოვრებთ წამყვანი თანამდებობის პირების სახელს და გვარებს. იმდენად აი ეს რაღაც ქაოსი და ამიტომ ამაში ახლა არაფერი ამას დავანებოთ, თავი ეს ყველაფერი არის რაღაც ექსპერტომანია, რაღაც ასე იქნება, ესე რასიზმს, რა ტრიუკს ჩაგვიტარებს, არა, მორჩა ტრიუკობანა. ეხლა ქართველი ერი ჩაუტარებს არაჩვეულებრივ ფოკუს ივანიშვილს ერთს და საბოლოოს 4 ოქტომბერს. დიდი მადლობა. მივიღოთ ამაში მონაწილეობა, მივადევნოთ ამას თვალი, არ გამოვტოვოთ ეს თარიღი და მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება.